მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ტელეკინეზი გონების უნარია, რომელიც მოქმედებს მატერიაზე. ანუ გონებრივი ენერგიით ზემოქმედება მატერიაზე, საგნების გადაადგილება, მათ ვიბრაციაზე გავლენა, ენერგეტიკული სტრუქტურის შეცვლა ფიზიკური შეხების გარეშე. ის მოდის ადამიანის შინაგანი ენერგიის ფოკუსისა და რწმენის სინთეზისგან. ეს არ არის ფანტაზია, ეს არის ცნობიერების განზომილება, სადაც გონება და მატერია ერთად მოქმედებენ. ჩვენი ენერგეტიკული ველი მუდმივად ურთიერთობს სამყაროსთან და როცა მას ავთენტურად ვმართავთ, მატერიაც შესაბამისად გვპასუხობს. რატომ არის ტელეკინეზის განვითარება მნიშვნელოვანი? ის გვეხმარება გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი რეალობა რეაგირებს ჩვენს შინაგან ენერგიაზე. აძლიერებს ფოკუსს, შინაგან სიმშვიდეს და ნებისყოფას. ამაღლებს ენერგეტიკულ ვიბრაციას და ანვითარებს სხეულის გაერთიანებას ცნობიერებასთან. გვახსენებს, რომ ჩვენს ხელშია შემოქმედებითი ძალა. ტელეკინეზის გააქტიურების ძირითადი პრინციპებია გონება, რწმენა, ზემოქმედება. როდესაც ირწმუნებ, რომ შენ და საგანი ერთი ენერგიისგან ხართ შექმნილი, თქვენს შორის ბარიერი გაქრება. ამისთვის კი საჭიროა: პირველი, ფოკუსი და სიჩუმე, ანუ მენტალური ტალღების დამშვიდება. მეორე, განზრახვა, კაფიო სურვილი, რასაც გრძნობ და არა უბრალოდ ფიქრებ. მესამე, ენერგიის შეგრძნება, ანუ საგნის ვიბრაციის აღქმა და მასთან გაერთიანება. მეოთხე, მოძრაობა, არ ეუბნები საგან სამოძრავდი, არამედ შენვე ხდები ის მოძრაობა. პრაქტიკა. დასაწყისისთვის საუკეთესოა მსუბუქი, პატარა საგნები, მაგალითად ფურცლის ნაჭერი, ფოთოლი ან პატარა ქაღალდის მსუბუქი ფიგურა. მოათავსე მაგალითად ფოთოლი მაგიდაზე ან წყლის ზედაპირზე. დაჯექი კომფორტულად, ისუნთქე ღრმად და შენელებულად მანამ, სანამ შენი შინაგანი მდგომარეობა არ გახდება მშვიდი და კონცენტრირებული. დააკვირდი ფოთოლს ისე, თითქოს ის შენი სხეულის გაგრძელებაა. მისი ნაწილია. წარმოიდგინე, რომ შენ ხარ ის. ახლა გაგზავნე შინაგანი იმპულსი მოძრაობისთვის. არ იფიქრო სიტყვებით, უბრალოდ იგრძენი მოძრაობა შენს სხეულში და ერთდროულად ფოთოლშიც. პირველი მცდელობები შეიძლება ჩანდეს უმნიშვნელოდ, მაგრამ შენს ენერგიას საგანი უკვე აღიქვამს. მნიშვნელოვანია მუდმივი ვარჯიში, მოთმინება და ნდობა საკუთარი ძალის მიმართ. ახლა შემოგთავაზებთ ტელეკინეზის მცირე მედიტაციას. მედიტაციის დრო 10-15 წუთი, მიზანი კი ენერგიის ნაკადის გააქტიურება. დაჯექი ჩუმად, მშვიდად, მოადუნე სხეული, დახუჭე თვალები და დააკვირდი სუნთქვას. ყოველი ამოსუნთქვა გათავისუფლებს ფიქრებისგან. ახლა ხელები დაიჭირე გულთან ახლოს ერთმანეთის პირისპირ და წარმოიდგინე ენერგია, რომელიც მოძრაობს შენი გულიდან ხელის გულებისკენ, როგორც მანათობელი სხივი, რომელიც შენს ხელებში ქმნის ენერგეტიკულ მანათობელ სფეროს. შეიგრძენი ხელის გულებში სითბო, მსუბუქი პულსაცია ან სინათლის ციმციმი. გააჩერე ფოკუსი ამ შეგრძნებაზე 2-3 წუთით. შემდეგ ხელებით მიმართე ეს ენერგია მიზნისკენ და წარმოიდგინე, რომ ის შლის სივრცეს საგნის გარშემო. შენ არ უბიძგებ მას, შენ ხდები ეს ენერგია, რომელიც მოძრაობას იწვევს. დაელაპარაკე საგანს გონებით. ამოძრავდი, ჩვენ ერთი ვართ
შენ იღებ ჩემს ენერგიას. წარმოიდგინე, რომ საგანი მოძრაობს შენს ენერგიაზე, ანუ გადაადგილდება იქით, საითაც გსურს. არ დაძაბო მზერა. იყავი მსუბუქი, მაგრამ ფოკუსირებული. ასე დაამყარებ მასთან ენერგეტიკულ კომუნიკაციას. ბოლოს, მადლობა გადაუხადე შენს გონებას, ენერგიას და იმ საგანს, რომელთანაც მუშაობდი. თანდათან შენს რეალობაში განმტკიცდება ახალი კავშირი გონებასა და მატერიას შორის. ტელეკინეზი არ არის ძალადობა რეალობაზე. ეს არის ჰარმონიული თანაცხოვრება მასთან. შენ ხარ ენერგია, რომელიც ქმნის და მოძრაობს. და რაც მეტად მიენდობი მას, მით მეტად გაიხსნება შენი სიღრმისეული შესაძლებლობები. გისურვებთ წარმატებას. მეგობრებო, გთხოვთ, გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო და გააზიაროთ. დიდი მადლობა.